Hi! დღეს შევიღებავთ მას. არ ვიცი ახლა რამდენად გაინტერესებს ეს ჩემი თქმის შეღებვა. თმას შევიღებავ და წაგიყვანთ ჩემო გამომწერებო. ოღონდ სალონში არ მივდივარ, სალონების მეშინია. სკოლაში ვიყავი და მახსოვს რაღაც კონცერტზე გავდიოდი. ამ კონცერტზე რომ გავსულიყავი, თუმცა ასე გადაწყდა, მე არ გადამწყვეტია, მაგრამ ასე გადაწყდა, რომ უნდა მქონოდა ვარცხნილობა და ეს ვარცხნილობა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო სალონში. წამიყვანეს სალონში, გამიკეთეს ვარცხნილობა, აკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი არ მომეწონა. ისე განვიცადე ის ამბავი, რომ ჯერ ერთი ვარცხნილობა ძალით გამიკეთეს და მე ის რომ ამხელად კონცერტზე გავდიოდი, გავსკდი ტირილით. მაგის მერე მქონდა მცდელობები, რამდენჯერმე მივედი სალონში. ყველა სალონში მისვლა ისეთი სტრესული გამოცდილება იყო. უკვე ვეღარ ვხვდებოდი გოგოები რატომ მიდიოდნენ სალონში. ერთი სხვა რო გიფათურებს თმაზე ხელ არ მომწონს. თავის დაბანა გინდა სალონში, ეკხო საერთოდ თავის დაბანა რაღაც ძალიან ინტიმური მომენტია ჩემთვის. ბევრი ხალხია, ყველა გიყურებს, ყველა გაშტერდება. ამ ძალიან ინტიმურ სცენას უყურებს ყველა. ვერთობი მე სალონში სიარული. შარშან ვიყავი სალონში. მივედი იმ ქალბატონთან და ვუთხარი რომ ასე შემჭერეთ ამეთქი და ვაჩვენე ფოტო. ქალბატონმა შეხედა ამ ვარცხნილობას და ცოტა შეყოყმანდა. და მე ვიგრძენი მისი ყოყმანი. ახლა ხო არ დავყრავდი ფეხს და გამოვიქცევ. შემთხვევით შერჩეული სალონი იყო, არაფერი განსაკუთრებული. ჩემი პირველი გადადგმული ნაბიჯი იყო ეს. სალონთან მინდოდა ურთიერთობა დამელაგებინა. ხო და დავჯერქი იქ და ვანდე ჩემი თავი. ეს ქალბატონი რაღაცნაირად მჭრის სამთ. ისტორიული რაღაცები ესე რო ჭრიან ხოლმე ეგ არ გაუკეთებია. არ ვიცი რა ვქნა, ცოტა დაბნეული ვარ. ჩემს თმას სახე გააძრო. რა ვიცი რა მეთქვა, შუახნის ქალბატონი იყო და მიხვდა რომ მაგრა შეეშალა. სევდიანი სახით მიყურებდა. რა დამემატებინა ხა შუახნის ქალბატონისთვის. ხო და გადავიხადე 20 ლარი. წამოვედი სახლში, ხელჩაქნეული ამ ცხოვრებაზე. რატომ წავედი სალონში და რატო ვენდე საერთოდ მე? რატო არ ვუთხარი კაცო, გაჩერდი ქალბატონო, ჩემი შევიჭრა. წავედი ჩემს მეგობართან სახლში. ქალბატონმა რაც ვიქნა, მაგის გამოსწორებას შევეცადა. მაგის მერე მივხვდი რომ მე სალონში არ წავიდოდი. არასოდეს. ასე რომ წავიდეთ ახლა, ავარჩევ თმის აღებას. წავიდეთ და შევიღებოთ თმა. ახლა ვფიქრობ მობილურის შტატივი წავიღო თუ არა. რომ წავიღო ხა? ყველამ კარგად ვიცით რომ მას არ გამოვიყენებ. არ მიმაქვს ზუკას ვტოვებ სახლში. კი რაღაც ჩავჭილებში. აი ამინდია. რა რთული ყოფილა ვლოგის გადაღება. ამბგერმა როგორ მიიღებს ჩემი თვა ამ საღებავს. იმიტომ რომ ის საღებავი არ იყო, რომელსაც ვიყენებ. იმ საღებავის ნომერი არ მახსოვს და ბრენდი არ მახსოვს კიდე რომელი იყო, მაგრამ ფერი ხო მახსოვს როგორიც იყო. ეს საღებავი და სხვანაირია მგონი, მაგრამ რა, ოქროსფერი იყო რა. რამდენიმე ადგილას ვიყავი და არსად არ იყო ეს საღებავი, მგონი აღარა.
მოგესალმებით.